უკვე მესამე დღეა 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი გლდანის მერვე დაწესებულებაში სოლიდარობის ნიშნად ჩიმშილობს. ის სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა დაკავებულია. ჯავახიშვილის ადვოკატის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პატიმარი დასჯის მიზნით სამარტოო საკანში გადაეყვანა. უფლებადამცველი ამბობს, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანია ჯავახიშვილს აზრი შეაცვლევინონ და შიმშილობა შეწყვიტოს. ცნობისთვის ნიკოლოზ ჯავახიშვილის სხვა პირებთან ერთად რუსაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მას აკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდება. მერვე დაწესებულებამ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული პატიმარი იზოლირებული ყოლოდაც საკანში არის მარტო, წაართვეს ტელევიზორი, ასევე რომელიც მას ჰქონდა და ამის საფუძველზე ხდება მისი დასჯა, რადგან ციხემ მოახერხოს ის, რომ ამ ადამიანმა პროტესტი და სოლიდარობა შეწყვიტოს. ეს შესაძლებლობა ჰქონდათ ადამიანი მარტო კი არ განეთავსებინათ, ასევე მაგალითად რევაზ კიკნაძესთან ერთად განეთავსებინათ, რომელიც ასევე შიმშილობს. ყოველივე ეს მიუთითებს იმას, რომ სადამჟელო მოქმედება მიმდინარეობს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი არაფერს არ აკეთებს და ჩემს ზარებზე ჯერ 7-8 წუთი ცხელი ხაზი არ პასუხობს და შემდგომ, როდესაც ვეუბნები რა მოიმოქმედეთ, მათი პასუხი არის ის, რომ შესაბამის სამსახურს გადასცეს.